პრინციპის ამბავია პირველ რიგში ეს პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჰაერივით საჭირო რეჟიმის ტყვეებისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში აქ მდგომი ხალხის მთავარი მოთხოვნა არის ამ ადამიანების განთავისუფლება და ყოველდღე ამის დაფიქსირება. ტყვეობაში მგონია რომ იმ ადამიანებისთვის მგონია რა დარწმუნებული ვარ არის იმედი თუ ჩვენ რუსთაველი ვერ შევინარჩუნეთ, მაშინ არაფერი გამოგვიყვება. ამიტომ როცა ვამბობ ბრძოლა ბოლომდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე უნდა ვიდგეთ და ის რა მიზანიც გვაქვს ქვეყნის და ჩვენი პატიმრების, რეჟიმის ტყვეების განთავისუფლება აქტუალობის ნიშანია. ქვეყანა განთავისუფლება, ისინიც განთავისუფლებიან. და ამიტომ მტკიცებთ უნდა ვიდგეთ აქ, შევინარჩუნოთ აუცილებლად რუსთაველი გამარჯვებისთვის. 300-ზე მეტი დღეა უკვე რაც აქ გავართ და რა აღარ გადავიტანეთ, დარბევა, დაჭერები, დაშინება, სრულ ტერორში გვაცხოვრებენ ამდენი ხანია, მაგრამ ამდენი ხანი არ გავუტეხეს და ეჭვიან მეპარება, რომ არც ამის მერე გავწყდებით, არც ერთი ჩვენგანი. 4 ოქტომბერს ნახეთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა კიდევ და ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრად მეტი ადამიანი დგას ამ ხალხის უკან და რეჟიმს ჩვენი უნდა ეშინოდეს, ჩვენ არ გავწყდებით, არც შეგვეშინდება და იქამდე ვიდგებით აქ რუსთაველზე, სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის და პატიმრებისთვის.